ვარ გეგა ტყეშელიაძე 12 წლის. ვსწავლობ ბათუმის მეათე საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ფეხბურთის თამაში. უკვე 1 წელია ვთამაშობ ვესტ ჯორჯიაში. იქამდე 3 თვე ვთამაშობდი ფენიქსებში. გუნდი იმიტომ შევიცვალე, რომ მინდა გავხდე პროფესიონალი. ვესტ ჯორჯიაში მყავს 2 მწვრთნელი, თორნიკე ბურკაძე და ნიკა დიასამიძე. ორივე ძალიან კარგი და მეგობრული მასწავლებელია. ოღონდ თორნიკე მასწავლებელი უფრო მომთხოვნია. მე ვთამაშობ მეკარის პოზიციაზე. მეკარეობა იმიტომ გადავწყვიტე, რომ ერთ თამაში მომიწია კარში ჩადგომა. ბევრი ბურთი ავიღე და მივხვდი, რომ ეს იყო ჩემი საქმე. ყველაზე კარგად გამომდის ჯარიმის აღება. შედარებით მიჭირს პენალტების მოგერიება. სულ უკვე ვითამაშე 4 ტურნირში. ყველაზე კარგად დამამახსოვრდა ერევნის გუნდთან თამაში. ეს იყო ატეიტის ტურნირის შესარჩევი მატჩი. მოვიგეთ 1-0 და რამდენიმე მკვდარი ბურთი ავიღე. მან მოგების შემდეგ გადავიდით მერვედფინალში და მე ვიყავი ერთ-ერთი საუკეთესო. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია ტიბაო კურტუა და საყვარელი გუნდი არის რეალ მადრიდი. 9 წლის რო გავხდი, მაშინ გადავწყვიტე, რომ ფეხბურთელი გამოსულიყავ. იქამდე მეგონა გავხდებოდი მოცეკვავი. თუ ყველაფერი კარგად დაიწყო, ჩემი საფეხბურთო კარიერა ასე წარმომიდგენია. დავიწყე ვესტ ჯორჯიაში, გავაგრძელებ დინამოში, შემდეგ გადავალ ნაპოლში, შემდეგ პესეჟში და შემდეგ რეალ მადრიდში. საქართველოს ნაკრებში სიამოვნებით ვითამაშებ 77 ნომრით. მე ვაპირებ ფეხბურთი ვითამაშო 45 წლამდე. კარიერის დასრულების შემდეგ გავხდები მეკარეების მწვრთნელი. მიყვარს ჩემი სკოლა, რადგან მყავს კარგი დამრიგებელი და კარგი კლასელები. ჩემს კლასში ყველაზე მხიარული არის ლუკა ხიმშაშვილი. ყველაზე ჭკვიანია ლიზი მიქელაძე. ყველაზე მშვიდია ანანო ხილაძე. ყველაზე ბედნიერი მქონია ელენე კელაძე. მე ვარ ყველაზე ცერქი და სიმპათიური. შეყვარებული იმიტომ არ მყავს, რომ არ მინდა კარიერაში შემიშალოს ხელი. ძოლს რომ მოვიყვან, ვიქნები 26 წლის. მეყოლება 2 შვილი ბექა და მართა. ჩემს ძოლს დავარქმევ ლიზის. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია ვერონიკა მერცხულავა, რადგან ის არის კარგი, მლამაზი, მშვენიერი და ბავშვებს ეყობა თბილად. ახლა მინდა ვიყოთ 16 წლის, რადგან უკვე ვიქნები პროფესიონალი ფეხბურთელი. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა და ჩემი ძმა. კიდე მინდა მყავდეს ერთი და. ჩემი ძმა არის 9 წლის და ქვია გაბრიელი. ის არის ცელქი, მოუსვენარი, დამჯერი და საყვარელი. ჩემი აზრით გაბრიელი რო გაიზრდება, გამოვა ქორეოგრაფი. მამიკო არის ჭკვიანი, სიმპათიური, შრომის მოყვარე და სტუმრად მოყვარე. დედიკო არის ლამაზი, მზრუნველი, გამგები და საყვარელი. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული პიურე და კოტლეტი. ჩემი ცოლი ყველაზე გემრიელად გააკეთებს ბურგერებს. მიყვარს ფილმების ყურება და ჩემი საყვარელი ფილმია მწვანე ქუჩის ხულიგნები. მე რო რეჟისორი ვიყო, ფილმს გადავიღებდი სრულებზე და ჭუბზე. ამ ფილმის მთავარი გმირი იქნებოდა ჩემი ბიძა ლევან ტყეშელიაძე. გადავსნური ჯოხი რომ მქონდა სუსახლკაროებს დაურიგებდი სახლებს. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი ესპანეთში. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. დროში მოგზაურობა რომ შემეძლოს, სად ვიმოგზაურები და როდის? მე ვიმოგზაურებდი მე-20 საუკუნის ესპანეთში. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარი არის ლეგო. ბედნიერება არის ნაკრებში გამოძახება და დედიკოს ჩახუტება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.